წარმოიდგინე ქვეყანა, სადაც სიღარიბე და უთანასწორობა მინიმუმამდეა დაყვანილი. სახელმწიფო უზრუნველყოფს არავინ დარჩეს საკვების, თავშესაფრისა და ძირითადი საჭიროებების გარეშე. სადაც ჯანაცვა და განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომია. მინიმალური ხელფასი მაღალია და სამუშაო გარემო უსაფრთხო. ბიზნესის მოგება მიდის არა კონკრეტული ადამიანის ჯიბეში, არამედ სახელმწიფოში. სახელმწიფო კი მოგების თანხას საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის ხარჯავს. ადგილობრივი წარმოების გაძლიერების გამო ქვეყანა ნაკლებად არის დამოკიდებული იმპორტზე და შესაბამისად იზრდება ექსპორტი. პროდუქტები იწარმოება ქვეყანაშივა და შესაბამისად მასზე ფასები იკლებს. თუ ეს ასეა, მაშინ ქვეყანა იდეალურ სოციალიზმში ცხოვრობს. თუმცა ეს ყველაფერი თეორიაა და მისი პრაქტიკაში გამოყენება გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული. სანამ სოციალიზმის შესახებ უარყოფით ხარებზე ვისაუბროთ, მანამდე გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ცენტრალური მართვა ხშირად იწვევს სახელმწიფო კონტროლის გაზრდას მოქალაქეების პირად ცხოვრებას. სოციალური მომსახურების ფართო სპექტრის დაფინანსება უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ბიზნესისგან მიღებული თანხა შეიძლება არ განაწილდეს დანიშნულებისამებრ და დაიკარგოს კორუფციაში. დაგვიწერე კომენტარებში ისურვებდი თუ არა დებატებს სოციალიზმის შესახებ.